ისრაელში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი. საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს წარმომადგენლობას ცხელი ხაზის ნომერზე +972 52 69 1902. საქართველოს მოქალაქეები დაზარალებულები არ არიან და მათთვის გახსნილია ცხელი ხაზი და საელჩოს ვებგვერდზე არის ინფორმაცია და ინსტრუქცია, როგორ უნდა მოიქცნენ, ასე რომ ყველას ვთხოვ, რომ ყურადღებით გაეცნოს ამ ინსტრუქციას და გქონდეთ კავშირი საქართველოს საელჩოსთან, მაგრამ ის რაც ხდება არის აბსოლუტურად შემაშფოთებელი, მით უმეტეს რომ არის მსხვერპლი და დაღუპულები არიან ბავშვებიც კი, როგორც იუწყებიან მასმედიის წარმომადგენლები. ჩვენ ვთვლით, რომ ნებისმიერი ძალადობა უნდა იყოს აღკვეთილი, მით უმეტეს ისეთ შემთხვევაში, როდესაც სამოქალაქო პირები იღუპებიან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად გვინდა მოუწოდოთ ყველა მხარეს, რომ დიალოგის და მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით გადაჭრან კონფლიქტი.